საექსპერტო კვლევების, რომელიც უნდა ჩატარდეს არსაკზე. ფიქრობ თუ არა რომ გამოძიება მივა ბოლომდე? არა, ეჭვი მაქვს რომ სადმე ბოლომდე მივიდეს, როგორც ყოველთვის მათ უყვართ ხოლმე რომ პატარა გოლებზე გადატეხავენ ხოლმე. ნუ რა თქმა უნდა ეს ადამიანები რომლებიც ადგილზე მივიდნენ და გულგრილად მოიქცნენ, აუცილებლად დასაჯელები არიან ცალსახად. ერთი, მეორე და მნიშვნელოვანი ფაქტი, ლევან, როცა პასუხისმგებლობის საკითხზე ვსაუბრობთ, აქვე ხას უსვემ. ერთი, არავის მოკლა არავის არ დამებრალებია, ეს არის კიდევ ამბობ მათი სტანდარტი და ჩვევა. უბრალოდ გუშინს მერე ვსაუბრობთ იმაზე რომ პასუხისმგებლობა მათ შორის პოლიტიკურიც ეკისრება დედაქალაქის მერს. რატომ? იმიტომ რომ 2 თვის წინ რომ ტრაგედია მოხდა, არანაირი პრევენციული ზომები დედაქალაქში კალაძემ არ მიიღო, მათ შორის კომპანიასთან ერთად და რა თქმა უნდა დედაქალაქის მაცხოვრებლების უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე მერს ყველა მხრივ უწევს ზრუნვა და ასე უნდა იყოს წესით. მეორე და მნიშვნელოვანი ყაზტრასგაზი კომპანია, რომლის მენეჯმენტში თავი და ბოლომდე არის კახი კალაძე, გარდა სამართლებრივისა კიდევ დამატებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უნდა გრძნობდეს, იმიტომ რომ მის დაქვემდებარებაშია ფაქტობრივად შპს, რომლის მენეჯმენტის გამო და გულგრილობის გამო მოხდა ის, რაც მოხდა. ხო, მოხდა ტრაგედია, როცა ადამიანმა გამოიძახეს ორჯერ, თუმცა გულგრილობის გამო მოხდა ის ტრაგედია, რაც შეგვეკვთა და ამის შემდეგ, როცა ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ და იმას კი არ უარყოფს, რომ ყაზტრასგაზში არაფერი წილი არ აქვს, იმას კი არ უარყოფს, რომ ბენაშვილი არ დანიშნა თავის დროზე, იმას კი არ უარყოფს, რომ კობახიძესთან კობახიძე არ დანიშნა, არც იმას უარყოფს, რომ კონკრეტული ბიზნეს ინტერესები აქვს ყაზტრასგაზთან. უბრალოდ მისი საქმე არ არის და უბრალოდ არა, ოღონდ მასზე ცუცნუ ვიტყვით და საბოლოო ჯამში თურმე ეხლა აპრავებენ, აი როგორც უთხარით, როგორც თქვა ოპოზიციამ, ისეთი პასუხი მივიღეთ და როგორი პასუხი მივიღეთ, ასეთით რა გუში რომ გლოვის დღე გამოაცხადეს და დღეს მთელი საქართველო მართლა ამ ტრაგედიაზე ლაპარაკობს, მერმა მოიცალა საღლიცინოთ. ჩვეულებრივი ფარისეველი ეს ადამიანი და მის ინტელექტს ავლენს, მეც არაფერს. კითხეთ კალაძეს ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხა. მე დარწმუნებული ვარ რომ ბავშვობაში თუ ვინმე წაუკითხა რაიმე წიგნი, თორემ მას არ ექნება გადაშილი. ლევან კიდევ არ ვამბობ, არაფრის დამთავრება არ არის საჭირო რომ მინიმალური ინტელექტი რომ ასე უზრდელურად არ ელაპარაკოს შენს მოქალაქეებს. არა აქვს მნიშვნელობა ეს ხაბეიშვილი იქნება მართლა თუ სხვა ვინმე. მე საერთოდ არ მიმიღეს პირად შეურაცხყოფად. მან შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, თბილისელებს და საკუთარ თავს. გასაგებია, რაც შეეხება ლევან ჟორჟოლიათან მექნება ასეთი კითხვა, გუშინ ექსპერტებმა დაიწყეს უკვე საუბარი იმაზე, რომ მსგავსი პრობლემა შეიძლება ძალიან